რეალურად ის რომ პრაქტიკულად გაქრნენ არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, იმიტომ რომ აიკრძალა მათი საქმიანობა და იმიტომ რომ აიკრძალა მედიების დაფინანსება, ჩვენ ხედავთ როგორ უკვე უფრო ძნელია მოქალაქისთვის გაიგოს რა არის სიმართლე. იმისთვის არის აუცილებელი რომ უფლებადამცველი არსებობდეს, რომ მოვიდეს, დადგეს, იყვიროს, ხმა მოიღოს და იმიტომ არის აუცილებელი ჟურნალისტი, რომ არა ეს ორი ჟურნალისტი. ჩვენ ამბავს ვერც გავიგებდით. და კიდე რამდენი ამბავია, რომელიც არ გაგვიგია, დღეს ისევ ჟურნალისტებზე დგას და ისევ იმ ცოტა, მაგრამ დამოუკიდებელ მედიაზე დგას, თუ საერთოდ რამე გაგვაჩნია და თუ შეიძლება რომ ჩვენ სახელმწიფო გვეწოდოს. აი იმ ადამიანებზე, ვინც არ ჩუმდება, მიუხედავად რეპრესიებისა, მიუხედავად ჯარიმებისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ყველა შეიძლება დაგვაკავონ, იმიტომ რომ ტროტუარზე ვდგავართ და პროტესტს გამოვთქვამთ. და ისეთი კანონი აქვთ მიღებული, რომ მარტო ამის გამო, რომ მე თქვენ ამას გელაპარაკებით, შეიძლება ციხეში დამიჭირო. აი ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ ახლა, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ და ძალიან მიხარია, რომ არ ჩერდება ხალხი, ყოველდღიური პროტესტი გრძელდება და აუცილებლად გავიმარჯვებთ. საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება თავის ევროპულ და დემოკრატიულ გზას.